გამარჯობა, მე ვარ დოკუმენტალისტი ფოტოგრაფი დინა ოგანოვა და დღეს მოგიყვებით ჩემს არჩეულ წიგნებზე. ღმერთო. ღმერთო. ქართული ფოტოგრაფია 1955-2012 წლამდე. ეს არის ფაქტობრივად ჩვენი ფოტოგრაფების, ქართული ფოტოგრაფების, ასე ვთქვათ, ბიბლია, რომელიც მე მგონია, რომ ძალიან მძიმე არის და ეს ხელში ვერ დავიჭერ. თუმცა მომყვები იმის შესახებ, რომ მგონია, რომ მართლა ყველა სახში უნდა იყოს, ვისაც კი ფოტოგრაფია აინტერესებს და განსაკუთრებით ქართული ფოტოგრაფია, იმიტომ რომ აი აქ ყველა ის ავტორი არის დაწყებული დოკუმენტური ფოტოგრაფიიდან, დამთავრებული, არ ვიცი, რაღაცა კონცეპტუალური ფოტოგრაფიით და ძალიან მნიშვნელოვანი მასალა არის შიგნით მოგროვებული, ჩვენი ისტორია არის და მოკლედ ყველას ვურჩევ ნამდვილად რა კონდეს. მე მგონია და ამოვიღო მაინც და მოვყვე რამდენიმეზე. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ აი მართლა რაღაცნაირი სახელმძღვანელო არის ყველა ავტორის, რომელიც აი ამ პერიოდში მოღვაწეობდა, დაწყებული აი როგორც აღნიშნე 1995 წლიდან 2012-დან რაღაც სადაც უკვე თანამედროვე ავტორები არიან და თუ ხედავ რამხელა სხვაობა არის თუნდაც იმაში, რომ აი ძველი ფოტოგრაფები რაზე მუშაობდნენ და მე ახალ ფოტოგრაფებს რა ტიპის ფოტოგრაფია აინტერესებს, რაზე ამახვილებენ ყურადღებას და რაღაცნაირი სახელმძღვანელო არის, რომელიც მართლა გონია რომ უნიკალურია და სამწუხაროდ ფოტოგრაფები არ ვართ განებიურებულები ფოტოწიგნებით და ეს ერთ-ერთი რაღაცნაირი მართლა ბიბლია არის ჩვენთვის, მოკლედ ქართული ფოტოგრაფებისთვის. მეორე წიგნი რაღაცნაირად თავდაბლურად არ გამოვიდა, მაგრამ ვიფიქრე რომ არ შეიძლებოდა განსაკუთრებით აგვისტოს პერიოდში ამაზე რო არ მელაპარაკა. ეს არის წიგნი She-Rose, რომელიც არის ჩემი ფოტოები და სალომე ბენიძის ტექსტი არის და ჩვენთვის ორივესთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი არის ეს პროექტი და რაღაცნაირი აი ცხოვრების ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი არის, როდესაც ამ წიგნზე მუშაობდით, რადგან გვინდოდა რომ საქართველოს ისტორია მოგვეყოლა ქალების თვალით დანახული ომი არის. უფრო ზუსტად რო ვაღწერო, ქალებით მოყოლილი ომის ისტორია არის, აგვისტოს ომზე არის ლაპარაკი და როდესაც კითხულობ ამ წიგნს, ანათვალიერებ, დარწმუნებული ვარ, რომ როდის დაიწყო ომი და ვინ დაიწყო ომი საქართველოში, ამაზე კითხვები არ ჩდება, იმიტომ რომ აქ არის ნამდვილი ადამიანების ნამდვილი ისტორიები, ეს ადამიანები არც ერთი არ არის გამოგონილი, ყველა ცოცხალი არის საბედნიეროდ და ყველას შეუძლია რომ არ ვიცი, გაიცნონ ჩვენი გმირები და ვისაც ჯერ კიდევ აქვს იმის კითხვები თუ როდის დაიწყო ომი და რომ რუსეთი არის ოკუპანტი, შეუძლია ესტუმროს დაარსჯერ ამის, მაგის გამინდა და შეუძლია ესტუმროს ქალბატონ ლიას, რომელიც ასევე ჩვენი წიგნის გმირი არის, რომელიც ცხოვრობს ერგნეთში და საკუთარ სახლში აქვს მოწყობილი ომის მუზეუმი და ნახოს თუ რა სისასტიკე გამოიჩინა რუსეთმა ჩვენს მიმართ, რასაც ახლა ჩადის უკრაინაში ზუსტად, უბრალოდ 2008 წელს არ ვიცი, არ იყო ესეთი როგორ თქვა სოციალური ქსელები არ იყო ესეთი აქტიური და სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ არ ვიცი ამ ყველაფერს ჩვენ ესე ვიზუალურად ვერ ვხედავდით, მაგრამ ვხედავდით ძალიან ნათლად 2022 წლის 24 თებერვლიდან, რაც ხდებოდა უკრაინაში და უკრაინამდე იყო საქართველო და უბრალოდ ძალიან მნიშვნელოვანია რომ ეს ყველაფერი გვახსოვდეს და არ მივცეთ ვიღაცაებს ისტორიის გადაწერის უფლება. ასევე მოვიტანე ეს მეორე ნაწილი არის, ასე ვთქვათ, გაგრძელება არის She-Rose-ის და ყდაზე ყავს გოგო ქეთო, რომელიც წელს გახდა 18 წლის, რომელიც ასევე დაიბადა ერგნეთში, სოფელ ერგნეთში, რომელიც ჩვენი ბოლო კონტროლირებადი ბოლო სოფელი არის საქართველოს ტერიტორიაზე და ქეთოც გახდა წელს 18 წლის, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს რუსეთის ომიც სრულწლოვანი გახდა ქეთოსავით, იმიტომ რომ ქეთო 7 აგვისტოს დაიბადა ზუსტად მაშინ გორის ჰოსპიტალში, ზუსტად მაშინ, როდესაც იბომბებოდა გორი. მესამე წიგნი არის ჯონ სტაინბეკის და რობერტ კაპას, ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი
ფოტოგრაფიის და ავტორის მოგზაურობა საბჭოთა კავშირში და მათ შორის საბჭოთა საქართველოში და ჩემ სტუდენტებს ყოველთვის ვურჩევ ამ წიგნს, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო არის ის დღიური ის ამბავი, რასაც ყვებიან, როგორი იყო დახურული საზღვრები და ნახონ რობერტ კაპას ფოტოები და აუცილებლად წაიკითხონ დღიურები თუ როგორ გამოიყურებოდა, როგორი იყო საბჭოთა საქართველო, როგორი იყო ჩაკეტილობა და რო ახსოვდეთ, სად ვიყავით და სად არ უნდა მოვხდეთ. მოკლედ და მარტივად და ბოლო მე წამოვიღე არარსებული წიგნი ამ ეტაპზე არ არსებული ეს არის ჩემი საყვარელი ქართული ფოტოგრაფიის გოგი ცაგარელის სამწუხაროდ ჯერ არ არსებული წიგნი, იმიტომ რომ სამწუხაროდ როგორც აღნიშნე ფოტოგრაფები არ ვართ განებივრებულები, ანუ ფოტოწიგნები და განსაკუთრებით არ ვიცი რატო ხდება ესე, მაგრამ ფოტოწიგნებს ნაკლებ ყურადღებას აქცევენ საქართველოში იმის მიუხედავად, რომ ევროპაში და ამერიკაში მართლა ბუმი არის განსაკუთრებით ფოტოწიგნების და უბრალოდ მართლა ვისურვებდი, რომ ჩემი საყვარელი და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ქართველი დოკუმენტალისტი ფოტოგრაფის გოგი ცაგარელის წიგნი, რომელსაც მალე აქვს დაბადების დღე 25 აგვისტოს ქონდეს წიგნი და უბრალოდ ნახოთ და დავუტოვოთ მომავალთაობას ის ისტორია, რომელიც გოგიმ შექმნა, იმიტომ რომ მართლა საოცარი მასალა არის დაწყებული, არ ვიცი, ომიდან დამთავრებული 9 აპრილამდე და მართლა ისტორიული მასალა შემოინახა და რაც უნდა აღვნიშნო ის, რომ გოგი არასდროს არ მახსოვს კამერის გარეშე, სამწუხაროდ გოგი გარდაიცვალა კოვიდის პერიოდში და რაღაცნაირად ძალიან გული მწყდება, რომ მისი სამყარო ესე ჯერ კიდევ მხოლოდ იმ ადამიანებმა ვიცით, ვისაც ძალიან გვიყვარს ფოტოგრაფია. ამიტომ ვურჩევდი, რომ უბრალოდ ეს წიგნი ვისაც ეხება, არ ვიცი, მაგრამ ვურჩევდი რაღაცნაირად გამომცემლობებს სავარაუდოდ უფრო, რომ დაინტერესდნენ გოგი ცაგარელის შემოქმედებით და ძალიან ვისურვებდი, რომ მისი წიგნი ყოფილიყო.